ადამიანების ზოგადად როცა სიკეთეს ვაკეთებთ, ამას მაინც ღმერთი ხედავს და ღმერთი ყოველთვის დაგიფასებს და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ესეთ ადამიანებს ეს სპორტსმენი იქნება თუ არ იქნება, პატივი რომ ვცეთ. მე ეს კადრი როგორც ნახე ის აეროპორტიდან გამოდიოდა, მათ ეს დაურეკე, მათ ისვენებდა და უცებ მომენტალურად დაურეკე და ესეთი გეგმა მაქვს მეთქი და შევთანხმდით, რომ უცებ ეს გაგვეკეთებია ის, რაც გავაკეთეთ. მოდი რაც ჩვენ მაგ ადამიანს ვაჩუქებთ და გვერდზე დავუდგებით, ეს იყოს მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაფერი კარგი და კარგის მომტანი. რაც შეეხება თქვენ, ყველა თქვენთაგანს და ჩემი დიდი სტიმულია, ყველა თქვენთაგანს, ვინც ერთი სიტყვა მაინც თქვა, რომ გელა შენ კარგი კაცი ხარ, ეს საკითხი ესე რომ გადაწყვიტე, აი ხალხს მინდა წინსვლა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს გიცოცხლოთ. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვისაც, მათესთვისაც, ჩემი შვილიშვილებისთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩემი კომპანიისთვის. დიდ მადლობას გიხდით, ეს სტიმულია და ჩვენ ორმაგად, სამმაგად დავეხმარებით იმ ადამიანებს, როგორც ვეხმარებოდით, როდითან ვეხმარებით და დავეხმარებით მომავალში. დიდი მადლობა ყველას, უცხოეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, ვინ საიდან არ დაგვიკომენტარა და კარგი სიტყვები არ დაიშურა ჩვენთვის. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. იხარეთ და 100 წელი იყავით მეც ლამაზ ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა.